ახალ სეზონს იწყებს. კვირას 9 საათზე თქვენ ნახავთ. ოპოზიციური ღვიანის პოლიტიკური ფიასკო. ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო. შერიგება არ იქნება. აშანტაჟონ ისინი, ვისთანაც გაზდით, ვინ ვის ბანაკშია. სინამდვილეში ეს ერთი კაც პარტიებია და ამიტომ არანაირი იდეა მაგათ არ გააჩნიათ. არჩევნებში მონაწილეობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ოპოზიციური რეალობა. ცხოვრი დავალებების გარდა სხვა საერთო არაფერი გააჩნიათ. ერთი თვე არჩევნებამდე. მითვისებული ასობით 1000 ლარი, ტურისტული აფიორა. სასტუმრო გაუქმებული დახვდათ და მთელი ოჯახი, ბავშვებიანად დარჩნენ ქუჩაში. პრესტიჟული კურორტების ნაცვლად პოლიციის განყოფილებაში აღმოჩენილი დამსვენებლები. ძალიან დიდ თანხებზეა ლაპარაკი და არ ვიცი რა იქნება. თაღლითობის სქემა გაშიფრულია. ზეზვა და მზიას შემდეგ კიდევ ერთი უნიკალური აღმოჩენა დმანისში. ნაპოვნია 1.8 წლის წინ მცხოვრები ადამიანის ძვლები. აღმოვაჩინეთ ადამიანის ქვედაყბა. რა ახალ ცნობებს აძლევს მეცნიერებს ქვემო ქართლში აღმოჩენილი არტეფაქტები. აუცილებლად ნათელს მოხდენს კითხვას საერთოდ რატომ ამოვიდნენ ადამიანები აფრიკიდან ევრაზიაში. ქართული სოფელი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია და თველი 2025. ტრადიცია არის დღესასწაულის გაგრძელება, როგორც არის დღესასწაულები, ეგრე ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. აღდგენილი ტრადიცია, ყურძნის კრეფისა და დაკვირვის საუკუნის წინანდელი წესები ველის ციხიდან. როგორც ისინი აკეთებდნენ, ჩვენ ზუსტად ისე ვაგრძელებთ და ჩვენ ეს გვანიჭებს სიამაყეს. 12 ქვეყანა და 10 ტური. საქართველოს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე. ეს მოიცავს კულტურული ღირებულებების გაცვლას ამ ქვეყნებში, ჩემი კუთხით, ჩემი ხმით. ვცდილობ, რომ საქართველოს ეს ზუსტად ეს მემკვიდრეობა გავაცნო სოფლიოს. ქართველი მონაწილე და კიდევ ერთი ქართველი ჟიურიში. რა შედეგით დაბრუნდება რუსთავიორის მეგაპროექტის გამარჯვებული ავთანდილა ბესლამიძე ყაზახეთიდან. სპეციალურად კურიერი პიესისთვის ყაზახეთიდან. კვირას 9 საათზე კურიერი პიესის ახალი სეზონი რუსთავიორზე.